საღამოშვიდობისა, მეგობრებო, მსმენელებო, ქალბატონებო და ბატონებო. მინდა სანამ ხვალინდელი, ანუ უკვე 5 დეკემბრის სავსე მთვარეობა დადგება, გაშლა გავაკეთო, მოგეხსენებათ ეს სავსე მთვარეობა. ვისაც არ მოეხსენება, ეხლა გეტყვით, რომ ეს სავსე მთვარეობა არის ტყუპების ნიშანში. ტყუპების მე-13 გრადუსზე, რაც ნიშნავს იმას, რომ ისეთი თემები წამოვა წინა პლანზე, მით უფრო რომ მერკური უკვე რეტროგრადული არ არის და როგორც იცით, მერკური არის ტყუპების მმართველი პლანეტა. ისეთ საკითხებზე მოხდება აქცენტირება, რომელიც ეხება კომუნიკაციას, რაღაც გაურკვევლობიდან უკვე გამოსავლის პოვნას. საუბარს, რომელიც დიდი ხანია გინდოდათ და ეხლა მოგეცემათ შანსი, რომ ესაუბროთ იმ ადამიანს, ვისთანაც გინდოდათ გულწრფელი საუბარი, ესე ვთქვათ, გულის გადაშლა, ემოციების გარეშე, მშვიდად წყნარად, ამას შეძლებთ სავსე მთვარეობას და დღეს მინდა რომ გაშლა გავაკეთო ესეთი ძალიან სიმბოლური დასწით, რომელსაც ქვია მთვარის ტრიუმფის ტარო, ძალიან მომეწონა დასწის გამოსახულებები, ეს გლიფები, ნახატები და მოდით ვნახოთ რას მოგვიტანს სავსე მთვარეობა 5 დეკემბერს, ანუ უკვე ხვალ თბილისის დროის დილით 5 საათზე იქნება ეს მოვლენა ცაზე, იქნება ტყუპების ნიშანში, როგორც უკვე გითხარით და გათავისუფლდებით ზედმეტი ფიქრისგან, მიჯაჭვულობებისგან, აქაც ესე დაემთხვა ლამას გადასაფარებელზე, გარკვეული დამოკიდებულებებისგან, რაღაც ზედმეტი ფიქრებისგან გათავისუფლდებით. სოციალური ქსელებისგანაც შეიძლება სხვათა შორის დაისვენოთ რა. ყოველ შემთხვევაში გადაღლილი ბრძანდებით ეხლა ეს პერიოდი და ხვალ სავსე მთვარე იქნება, რაღაცნაირად თავს მოუყრით, დაასრულებთ ემოციურად კონკრეტულ თემებს. თქვენთვის უკვე ცნობილი გახდება კონკრეტულ საკითხებზე, კონკრეტულ გადაწყვეტილებებს მიიღებთ და უკვე დაბეჯიდებით გადაწყვეტთ იმას, რაზეც თქვათ მანამდე ორჭოფობდით. და დღემდე, ანუ ხვალინდელ დღემდე გქონდათ საშუალება, რომ ეს გადაწყვეტილებები მიიღოთ და შემდეგ უკვე მთვარე წავა კლებაში და შემდეგ გაშლებში უკვე მომავალი 2 კვირის მანძილზე აუცილებლად გვექნება სხვა ტიპის გაშლებიც და ეს გარკვეულწილად ჩაგერთვებით და გეტყვით, როგორი ასტროლოგიური მოვლენები გვექნება ამ თვეში ახალ წლამდე. მოდით ვნახოთ, რას გვიმზადებს ეს სავსე მთვარეობა. როგორი ენერგიები იქნება. დავიწყოთ. ტყუპების ნიშანშია, კომუნიკაციის ნიშანშია და აქაც ამოვიდა მთვარე. თქვენ გაიძულებენ უკან დახევას, რაღაცნაირად უკან დაბრუნებას, იქიდან საიდანაც დიდი ხანია გსურთ გასვლა. და რაღაცნაირად იბრძვით იმისკენ, რომ თქვენი პირადი დანიშნულება იპოვოთ, გახვიდეთ ამ პირად დანიშნულებაზე, მაგრამ სოციუმი უკან გეკაჩებათ რაღაცნაირად. და აქ შეიძლება ვერ იღებდეთ გადაწყვეტილებას, ასევე ერთ-ერთი ვერსია, ვერ იღებდეთ გადაწყვეტილებას. სხვათა შორის ძველ
სასიყვარულო ურთიერთობას დაუბრუნდეთ თუ პირიქით ახლისკენ გადადგათ ნაბიჯი. ასევე შეიძლება იყოს რჩევები, ბევრი რჩევა არის, ბევრი ხმა ჩაგესმით, ისე თქვა, ბევრი ადამიანების მოსაზრებებს ისმენთ. ეს შეიძლება იყოს უფროსი, უფრო მამის არქეტიპი, ესე ვთქვათ, ხო? უფრო ესეთი პატრიარქალური ენერგია, რომელსაც თქვენზე დიდი გავლენა აქვს, შეიძლება იყოს თქვენი ბოსი, თქვენი უფროსი, ხო, სამსახურებრივ ურთიერთობებში. ეს შეიძლება იყოს ახალგაზრდა მეგობარი, ახლო მეგობარი, რაღაც პარტნიორი, სასიყვარულო პარტნიორი, ან უბრალოდ მეგობარი, ვისაც უზიარებთ და უკვე სიმართლე გითხრათ, მისი აზრიც უკვე დიდად ცოტა თავს გაბეზრებთ, იცით და აი ამ სავსე მთვარეს თქვენთვის მოაქვს რაღაცნაირი კიდევ ჩეხავ კარტს, არ მეყო კარტი სადაც აჩეხვა, მიუხედავთ იმისა, რომ კარგად ავჩეხე. ამ სავსე მთვარეობას ტყუპების ნიშანში თქვენთვის მოაქვს სიცხადე, ბევრი სასრს ისმენთ, თითქოს ბევრი ადამიანის სასრს ისმენთ და საბოლოოდ იღებთ კონკრეტულ გადაწყვეტილებას. ნახოთ, აი ზუსტად დავაკონკრეტოთ, ხო? აი საოცარია. თითქოს ელოდებით, მოლოდინის რეჟიმი არის აქ რაღაცნაირი. კი ბატონო, ელოდებით იმას, რომ მაღალი ძალებისგან ელოდებით, რაღაც ნიშანს ელოდებით, რომ გადახვიდეთ მოქმედებაზე. გადახვიდეთ მოქმედებაზე და საბოლოოდ გათავისუფლდეთ აი ამ ხმაურისგან. მე ამას ვეძახი ხმაურს. როდესაც ჩვენი შინაგანი ხმას ვივიწყებთ რაღაცნაირად, ან კი არ ვივიწყებთ, უბრალოდ იმდენად ბევრი გარეგანი ხმა გვესმის. შეიძლება იყოს ოჯახის წევრების, ან უახლოესი წრის მხრიდან, ან მეგობრები, კოლეგები, თანამშრომლები, რომ აი ჩვენი საკუთარი შინაგანი ხმა ზოგჯერ გვავიწყდება. და აი თითქოს ჩვენ თავს ვეკითხებით, რომ რაღა უნდა გავაკეთო, აი თითქოს ყველაფერი გავიარე. ყველაფერს ვეცადე, თითქოს ცდილობა არ დავაკელი. ხო, ამა თუ იმ ადამიანთან ურთიერთობას, ან ჩემ თვითგამორკვევას, მაგრამ მაინც ველოდები, რომ რაღაცა, თქვათ, ნიშანი მომეცემა, ან ვიღაც გადამარჩენს, ან ისევ რაღაცა ვიღაცის მოლოდინში ვართ, ხო? ისევ აი გაცემა თითქოს არ გვინდა. აი ისევ მიმღების თითქოს აზრებსაც ვითხოვთ, რომ მივიღოთ, ხო, სხვების მოსაზრებები. კი არ გავცეთ სხვაზე მოსაზრებები და ჩვენ თვითონ კი არ გავხდეთ მრჩეველნი, არამედ კიდევ აქეთ დაგვარიგონ ჭკუა, ნახეთ, აი ესეთი ენერგიები მოდის აი ამ სავსე მთვარეობაზე, ხო, რაღაცნაირი შეკავებული ენერგია. მაგრამ პირად დანიშნულებაზე უკვე საკუთარ თავთან ხდება უკვე დაპირისპირება, ფაქტიურად თქვენ უკვე თქვენ თავსვე ებრძვით აი ამ ზუსტად აი ესეთი ტიპის ასროვნებით, რომ როდესაც მე ვუსმენ ყველას და საბოლოო ჯამში მავიწყდება ჩემი თავი. და ამიტომ აი ამ სავსე მთვარეობას, როგორც სულ თავიდან დავიწყეთ, ხო, ეს დღევანდელი ჩართვა, ზუსტად ეს იყო, რომ გავთავისუფლდეთ ამ გარეხმებისგან, რაღაცა ხმაურისგან, სხვების რჩევადარიგებისგან, სხვის საქმეში ბრძენიაო, ხო, გაგიგიათ ესეთი გამოთქმა და მოусმინეთ მხოლოდ საკუთარ თავს და საკუთარ ინტუიციას. რომელიც გაგვიყვანს აუცილებლად ისეთ პირად დანიშნულებაზე, რომელიც მოგვიტანს
თვითკმარობის განცდას, საკუთარ თავთან ჰარმონიის დამყარებას. გავთავისუფლდეთ უნდა ზედმეტი კომუნიკაციებისგან, ხო, აი ზედმეტი სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულებისგან. კი ბატონო, არ ვიაროთ იგივე წრეზე. და აუცილებლად, ხო, გავთავისუფლდეთ უნდა ამ გავლენებისგან, ხო? და იმ ჩარჩოებისგან, რაც მთავარია. კი ბატონო, ეს იყო და ეს, რაც მინდოდა მეთქვა. საკაც დინარი ამოვიდა, ანუ ეს პენტაკლი, რაც ნიშნავს იმას, რომ ჯილდო გარდაუვალია. იმ შემთხვევაში თუ ჩვენ მოვუსმენთ, ვიმუშავებთ საკუთარ თავზე და კი მოვუსმენთ დარიგებას, ჭკუის დარიგებას, სწავლას, მაგრამ ჩვენ არ შევწყვეტთ ჩვენ თავზე მუშაობას და განვითარებას და ოცნებას კაცი არ მოუკლოსო. იცით ეს გამოთქმა? პირიქით. ოცნებები და ფიქრები მატერიალიზდება ერთმშვენიერ დღესაც. აი ესე ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო, მე თქვენ გისურვებთ მშვიდობიან საღამოს და შევხვდებით უახლოეს მომავალში. კარგად ზანდებოდეთ.